ყოველ დილით ვიღვიძებთ 5 საათზე, რომ დემეტრე წავიყვანო წყალბურთზე 6-ზე. მე ვბრუნდები სახლში, ვამზადებ ლანჩს ჩემთვის და ნისიმესთვის. 8-ზე ნისიმე უნდა იყოს სკოლაში. იქიდან გავდივარ ჩემს კოლეჯში. 11 საათსა და 15 წუთზე მიმთავრდება 1 კლასი, 11 საათსა და 30 წუთზე შევდივარ მეორეზე. 2 საათსა და 10 წუთზე გამოვდივარ, რომ ნისიმე გამოვიყვანო სკოლიდან. მივიყვან სახლში, ვასადილებ, მოვაწესრიგებ. მე გავდივართ, რომ დემეტრე გამოვიყვანოთ სკოლიდან და მივიყვანოთ YMCA-ში, ხოლო კვირაში 2-ჯერ ფეხბურთზე. მე ნისიმე მიყავს YMCA-ში. ერთ დღეს აქვს ტანვარჯიში, შემდეგ დღეს ჰიპ-ჰოპი, ძერწვა, ბალეტი. მე იქიდან მივდივართ, რომ დემეტრე მოვიყვანოთ 9 საათზე ფეხბურთიდან, ხოლო სხვა დღეებში YMCA-დან. შაბათ-კვირა შედარებით თავისუფალი გვაქვს. კვირაობით ვცდილობთ, რომ ოჯახმა ერთად გავატაროთ დრო. ხო, კიდე ბავშვებს ეს ყველაფერი სიამოვნებთ, თვითონ უნდათ და იმიტომ და მყავს ამდენ რამეზე. მეც სიამოვნებს და თან მჭირდება ინგლისური. კიდე დამავიწყდა, რომ ვმუშაობ და კლიენტებსაც ვიღებ, როცა დრო მაქვს, საჭმელსაც ვაკეთებ. პროდუქტებსაც ვყიდულობთ, სხვათა შორის ნისიმე მეხმარება ხოლმე. ეს ბიუროკრატიული საკითხები, რაზეც ამერიკაში ხანდახან დღეები გახარჯება, მაგათაც ვაგვარებთ. და ბარემ აქვე გიპასუხებთ, რომ ჩემ მეუღლეს ისეთი გრაფიკი აქვს, რომ მხოლოდ ორშაბათობით შეუძლია მომეხმაროს და დღის შუალედში ხანდახან სახლს ვალაგებთ ხოლმე ერთად და სხვათა შორის საერთოდ არ მიაჩნია, რომ ამით მე მეხმარება, იმიტომ რომ ამ ოჯახში ყველა ერთად ვცხოვრობთ, სადაც ყველას თანაბრად ჭირდება ჭამა, დალაგება, განვითარებაც, განათლება, გართობა, დასვენება და ზოგადად მიგვაჩნია, რომ ოჯახი არის ერთი გუნდი, სადაც გუნდის წევრები ინაწილებენ პასუხისმგებლობებს, მოვალეობებს, პრობლემებს, სიხარულს, ბედნიერებას და საერთოდ ყველაფერს. იმედია დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი ამ ერთ, მაგრამ სხვადასხვანაირი სიბრძნეებით დასმულ კითხვას. ზოგადად ვერ ვიტან უზრდელობას. ძალიან კი ცდილობთ ზოგიერთები, მაგრამ ვერ გამომიყვანთ წყობიდან და გამორიცხულია, რომ მე უზრდელად მოგვართოთ. ასეთ კომენტარებს კიდე ჩვეულებრივი ადამიანური ენითაც ვერ პასუხობ. ამიტომ ცინიზმი ვფიქრობ შუალედურია.